ჩვენ ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, რომ რჩეულიც შეცდებია. იმდენად ბევრი საფრთხე იქნება. თუ მტკიცე არ იქნები, თუ ყველაზე დიდი სიმდიდრე თავმდაბლობა არის. თავმდაბალი ვინ არის? აი როცა გაქებდი, ან თუ გლანძღავენ და არ ღებულობ არც ლანძღვალს, არც ქებას, ეს არის ჭეშმარიტი თავმდაბლობა. თუ შეზე მოქმედებს ქება, ან შეურაცხყოფა, პრეზიდენტები და რაღაცა, ჩათვალე რომ აპარტავანი. აი ეს ამ თავარი. და ყველაზე მთავარი კიდე რა არის, რომ არ განვიკითხოთ არავინ. არ განკითხვა, ისა უმოკლესი გზა უფალთან მისასვლელი. თუ არ განვიკითხავთ ადამიანს, ჩვენც არ მოგეკითხება ჩვენი სისტემა. მერე კიდე აი ხედავთ, რომ როგორი ხარისხი წამოვიდა შალებში ესის წინააღმდეგ. ახლა განკითხვები სასულიერო პირებთან დაკავშირებით. სასულიერო პირიც ერთად მოდის. წყარო ჩვენი პუნქტის არის ერიდან მოსულია ყველა სასულიერო პირი. არ უნდა განვიკვირდეს. ყველაზე მეტი ბრძოლა სასულიერო პირებს აქვს. ზოგი დგას ფეხებზე, ზოგი შეერყეულია, ზოგი დაცემული არის. პირიქით ჩვენ უნდა ვიროცოთ მისთვის, რომ გაძლიერდეს, გამოვიდეს ასე მდგომარეობიდან. იცი, ყველას თავისი მიზანი აქვს. ზოგს უნდა რომ აი ყველანაირად ძირი გამოუთხაროს ეკლესიას, ეკლესიის ავტორიტეტს. ეს ყველაზე მთავარია. დასერულ წემსიო და განკლებიან ცხოვრებია. ესე იგი, პირველს ებრძვიან ვის? წელს. პატრიარქს ებრძვიან, ეპისკოპოსებს ებრძვიან, მღვდელს ებრძვიან. თუ ადამიანი გონიერი არის, აუცილებლად ილოცებს და ყოველთვის გაიცავს სასულიერო პირს. რა თქმა უნდა, ეხლა სასყიდლით დადგინებულიც არიან წყევსინკეთილი, არიან სასყიდლით დადგინებული. სასყიდლით დადგინებულია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს თავისი მიღება. ფული აინტერესებს, მეტი არ აქვს. ასეთებიც არის, იმიტომ სახარებაში გვიწერია ეს. არიან წყევსინკეთილი, რომელიც თავს გაზრდელენ თავიანთი სამრევლოსთვის, თავიანთი სულიერი შვილებისთვის. ისე რომ ეს გარჩევა უნდა ვიცოდება. ვინ გაარჩევს, ვისშიც სულიწმიდა მკვიდრობს. ვისში მკვიდრობს თავმდაბალ ადამიანში. დაბალთა მიეცემის მადლი, ხოლო ამპარტავანის ძაღლს უფალს. აი ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ჩვენ თავზე წარმოდგენა არ უნდა შევიდო. თუ რამე ვართ ღმერთი და მოწვრის უცოცხლელი. დანარჩენი რა ვიცი, ყველანაირად ეცადეთ, რომ ეკლესიაში იყოთ. ეკლესია არის აღელვებულ ზღვაში გემი. რომელიც მიდის მეორე ნაპირზე და ეს სამშვიდობოს უნდა გავიყვანოს ამ გემმა და ეს გემი ეკლესია და ეკლესიას არ უნდა მოსცილოთ. ვინც ეკლესიას მოსცილდება, თავისი ძალით და შესაძლებლობით იმ ზღვას ვერ გადაწყვეტს. იტალგები შთანთქავს, იტალგები კიდე რა, განსაცდელები არის.